სლოვაკეთში დეპუტატებმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონს მხარი არ დაუჭირეს. სლოვაკეთის პარლამენტმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი შესაბამისად ვერ მიიღო. მიზეზი სამთავრობო კოალიციის წევრებს შორის არსებული უთანხმოება გახდა. სლოვაკეთში 100,000-ზე მეტი უნგრელი ცხოვრობს, რომელთაც უნგრეთის მოქალაქეობის მიღება სურთ. სლოვაკეთის პარლამენტმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი ვერ მიიღო. მიზეზი სამთავრობო კოალიციის წევრებს შორის არსებული უთანხმოება გახდა. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზია. სლოვაკეთში 100-ზე მეტი უნგრელი ცხოვრობს, რომელთაც უნგრეთის მოქალაქეობის მიღება სურთ. მე მესმის უნგრელების მდგომარეობის. ვიცი, რომ ეს თემა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, ვინც რობერტ ფისკოს პარტიასთან ერთად აძლევს ხმას, ჩვენ მხარეს არ არის. ჩვენ კოალიციაში მდგომარეობის დასტაბილურებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. სასწრაფოდ რამე უნდა მოვიმოქმედოთ. ვიცი, რომ კოალიციის წევრები საკითხის მნიშვნელობას სათანადოდ აფასებენ. მე დღეს ხმა კონსტიტუციის შესაბამისად მივეცი. სწორედ ამიტომ პარტიამ წევრების სიიდან გამრიცხა და ეს იმ პარტიამ გააკეთა, რომლის სახელწოდებაში ერთ-ერთი სიტყვა თავისუფლებაა. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს მათთვის თავისუფლება. სლოვაკეთსა და უნგრეთს შორის დაძაბულობის გასანეიტრალებლად მოლაპარაკებები 17 თებერვალს იწყება. გასული წლის მაისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ კანონი მიიღო, რომელიც მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სლოვაკეთში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს ორმაგ მოქალაქეობას თავაზობს. სლოვაკეთის მთავრობამ უნგრეთის ხელისუფლების ქმედების საპასუხოდ კანონი მიიღო, რომლის თანახმად ორმაგი მოქალაქეობის აღმოჩენის შემთხვევაში სლოვაკეთის მცხოვრებლებს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ. სლოვაკეთის მოსახლეობის 10%-ს ეთნიკური უნგრელები შეადგენენ.